მეცადინეობა 30-11. განვიხილოთ პირველი ნომრის მეოთხე ქვენომერი. უტოლობის მარცხენა მხარეა წილადი, რომლის მრიცხველია x-ი გამრავლებული x-5-ზე, გამრავლებული 2 პლუს x ხარისხად 3-ზე. ნიშნელია x პლუს 4-ის ნამრავლი 3 მინუს x-ი ხარისხად 6-ზე. როცა გავეცანით უტოლობათა ამოხსნას ინტერვალთა მეთოდით, მაშინ ვახსენებთ, რომ თუ რომელიმე თანამამრავლი ჩვენ ხარისხია, მაშინ ხარისხის მაჩვენებელს ყურადღებას არ ვაქცევთ. გულისხმობთ, რომ ხარისხის მაჩვენებლად არის ერთიანი. ასევე შევნიშნეთ, რომ თუ რომელიმე თანამამრავლი ლუც ხარისხია, მაშინ რიცხვი დღეზე ამ თანამამრავლის შესაბამის წერტილზე მარჯვენა ინტერვალიდან მარცხენა ინტერვალში გადასვლისას ნიშანს არ ვცვლით. ესე იგი, გადასვლისას ვწოვებთ იმავე ნიშანს, რა ნიშანიც აქვს მარჯვენა ინტერვალში. გარდა ამისა, როგორც ვიცით, a minus b ხარისხად 2 იგივე არის b minus a ხარისხად 2. ამიტომ უტოლობის მარცხენა მხარეში შემავალი წერტილი მამრავლი 3 minus x ხარისხად 6. შეგვიძლია თავწეროთ, როგორც x minus 3 ხარისხად 6. ყოველივე ამის გათვალისწინებით უტოლობის მარცხენა მხარე მიიღებს სახეს. ესაა წილადი, რომლის მრიცხველია x-ი გამრავლებული x-5-ზე, გამრავლებული x+2-ზე. ნიშნელია x+4-ის ნამრავლი x-3 ხარისხად 6. მარჯვენა მხარეში მდგომი წერტილ მამრავლთა ამონახსნებია 0, -2, -4, 5 და 3. რიცხვი დღეზე ავიღებთ ამონახსნების შესაბამის წერტილებს. ამით რიცხვი დღეზე დაიყოფა ინტერვალებად. უკიდურეს მარჯვენა ინტერვალში დავსვამთ იმ ნიშანს, რა ნიშანის წერია ნამრავლის წინ. განხილულ შემთხვევაში ნამრავლის წინ არის პლუსი ნიშანი. ამიტომ უკიდურეს მარჯვენა ინტერვალში 5 უსასრულობა დაიხსნება პლუსი ნიშანი. მერე 5-ზე გადასვლისას ნიშანი შეიცვალა მინუსით. ხოლო 3-ზე გადასვლისას, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნიშანი არ შეიცვალა, რადგან 3 არის x-3 ხარისხად 6 მამრავლის შესაბამისი წერტილი ღერძზე. ამიტომ, რადგან ეს მამრავლი ლუც ხარისხია, 3-ზე გადასვლისას დარჩება იგივე ნიშანი, რა ნიშანიც აქვს 3-ის მარჯვენა ინტერვალში. 0-ზე გადასვლისას ნიშანი შეიცვალა მინუსიდან პლუსზე. -2-ზე გადასვლისას პლუსიდან მინუსზე და -4-ზე გადასვლისას მინუსიდან პლუსზე. ამის შემდეგ ჩვენთვის ცნობილი გახდება ნიშნები ინტერვალების მიხედვით. ჩვენგან უტოლობა მოითხოვს მინუს ნიშანს, რადგან განხილულია წილადი ნაკლები ან ტოლი 0-ზე და როგორც იცით, 0-ზე ნაკლებია მინუსი ნიშანი. ამიტომ მოცემული უტოლობის ამონახსნა სიმრავლე იქნება ყველა იმ შუალედთა გაერთიანება, რომელშიც მოცემულ უტოლობას აქვს მინუსი ნიშანი. ამრიგად მივიღებთ -4-2-ის გაერთიანება 0-დან 3-მდე, გაერთიანება 3-დან 5-მდე. -2 დახურული
0 დახურული და 5 დახურული. რაც შეეხება -4 და 3-ს იქნება ღია, რადგანაც როგორც ვიცით, ნიშნული არასოდეს არ შეიძლება იყოს 0-ის დორი.